სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველ დღე. მოგესალმებით, მეგობრებო. სიკვდილი ყველა ადამიანს უწევს ზოგს სიბერეში, ზოგს ახალგაზრდობაში, როცა მოხუცი კვდება, ამას მივეჩვიეთ და გონია, ესე იგი გვგონია ბუნებრივია, ხო, მაგრამ როცა ახალგაზრდას ვკარგავთ, გვიჭირს მისაღებად, გვეწვება გული და გვიჩნდება კითხვა, რატომ დაუშვა ღმერთმა და რატომ ესე იგი ასე ადრე. მეგობრებო, ხშირად ასეთ დროს ჩვენს გონებაში ჩნდება ჩივილი, უკმაყოფილება, თითქოს ღმერთმა რაღაც არასწორად გააკეთა. მაგრამ მართლმადიდებლური სწავლება გვასწავლის. ღმერთისთვის უდრო სიკვდილი არ არსებობს. ყოველი ადამიანი იმ დროს კვდება, როცა მისი სული უკვე მზად არის იმ ქვეყნად გადასასვლელად. ასევე ჩვენ არ ვიცით ადამიანს რა ბედი ეწევა, რა უბედურებაში იქნება ისო. ანუ მისთვის საუკეთესო დროს გაიყვანს უფალი. ამის შესატყვისად არის ცნობილი ამბავი მე-14 საუკუნის წმინდაზე, წმინდა უარაზე. უარა ჯარისკაცი იყო და ქრისტიან ტუსაღებს ეხმარებოდა. ამის გამო აწამეს და თავი მოკვეთეს. ერთი კეთილშობილი ქალი, კლეოპატრა, ძალიან პატივით მიაბიჯებდა მას. შემდეგ კი მისი საფლავის ადგილზე ტაძარიც ააგო და ერთ დღეს ამ ქალს უბედურება შეხვდა. გარდაიცვალა მისი ერთადერთი ახალგაზრდა ვაჟი, რომელსაც დიდი მომავალი ჰქონდა. დედა სასოწარკვეთილი მივიდა წმინდა უარას საფლავთან და ცრემლით შესთხოვდა. გთხოვ, ჩემო წმინდაო, უფალმა ჩემი შვილი კვლავ დამიბრუნოს. ლოცვისა და გლოვისგან დაღლილს ჩაეძინა და ხილვაში დაინახა საოცარი სურათი. წმინდა უარა და მისი ვაჟი ერთად იდგნენ ნათელ ზეციურ ტანსაცმელში, თავზე გვირგვინებით, სიხარულითა და მშვიდობით. ამ დროს კლეოპატრამ გაიგო, მის შვილს არაფერი დაემართა უბედურება. პირიქით, ღმერთმა მას უკეთესი ცხოვრება მისცა, ისეთი ნეტარება, რასაც ამ ქვეყნად ვერასდროს იპოვიდა. თუნდაც 100 წლამდე ეცხოვრა. ამის შემდეგ დედამ ტანჯვა შეწყვიტა. ქონება გლახაკებს დაურიგა, თავად კი ტაძარში ჩამოსახლდა და დარჩენილ ცხოვრებას ლოცვითა და მარხვით ატარებდა. მეგობრებო, რას გვასწავლის ეს ამბავი? სიკვდილი, რომელსაც ჩვენ უდროდ უწოდებთ, ღმერთისთვის სწორად შესაბამის დროს ხდება. ღმერთმა ზუსტად იცის, რა არის ადამიანის სულისთვის საუკეთესო. ხანდახან ღმერთი ადამიანს სიბერეში არ ატოვებს, ესე იგი, იმიტომ რომ იცის შესაძლოა მომავალში მძიმე ცოდვაში ჩავარდეს და სულის წარმართობა, ესე იგი, დაემართოს. ან იმიტომ რომ დაიღალა, ვეღარ გაუძლებს ცხოვრების, ესე ვთქვათ, კრუჩხვებს. ღმერთი თავის ჭკუითა და სიყვარულით იწვევს მას იქ, სადაც აღარ არის ტკივილი. ჩვენ კი, რადგან გონება შეზღუდული გვაქვს, ამას ვერ ხვდებით, ვერ ვხედავთ. ამიტომ, ესე იგი, ჩივით ვამბობთ რატომ. რა თქმა უნდა ძალიან ძნელია
კიდევ ერთხელ ვიმეორებ საშინელებაა და რა ვიცი ალბათ არ არსებობს სიტყვა ამ ქვეყნად როდესაც მშობელი კარგავს შვილს ხო რა თქმა უნდა პირველი მშობლები უნდა წავიდნენ შემდეგ შვილი ეს არის კატასტროფა ძალიან უდიდესი გასასვლელი და საშინელი გაჭირვება ძნელია კიდევ ერთხელ ვამბობ შვილი რა თქმა უნდა შულზე მაქვს ჯერ პირველ რიგში საუბარი და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ყველა სამწუხაროა ესე იგი ახალგაზრდა მეგობარი ნათესავი და ძმა მშობლები ხო ეს ძალიან ძნელია მაგრამ ჩვენ მორწმუნეები ვართ და ჩვენ ვიცით ჩვენ არ ნახეთ ჩვენ არ გვწამს ჩვენ ვიცით რომ რა კარგი სიტყვა არის ხო ნახეთ ქართულად რა კარგათაა ჩვენი ქართული სიტყვა გარდაიცვალა ანუ გარდაიცვალა ასე იგი გარდაიქმნა გადავიდა იმ ქვეყნად შეხეთ ჩვენ ვიბადებით იმისთვის რომ ადამიანი იბადება რომ გარდაიცვალოს და გარდაიცვალება იმიტომ რომ დაიბადოს მეგობრებო ამიტომ მოვიდა განკაცდა ქრისტე ღმერთი რომ ჩვენთვის გაიღო 60 კარიბჭე და ჩვენ გვაქვს ესე იგი სული უკვდავი არის ეხლა რას ნიშნავს სული უკვდავია რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ ადამიანი ას მილიარდი და ესე იგი უთვალავი მილიარდი ესე იგი წლები არის ესე იგი უკვდავი იმის თქმა მინდა რომ ეს ასე არ არის იმიტომ რომ ჩვენი ლოგიკა რაღაც ჩვენი ციფრები და ეს არ არის ლოგიკა ღმერთის ხო ჩვენ სხვა არის ეს მიუწვდომელი რამ არის მეგობრებო რა თქმა უნდა ეს უსასრულობაა მაგრამ ეს უსასრულობა კიდევ სხვანაირად არის კიდე ღმერთთან ყოფნა ეს არის ნეტარება და ეს სხვა რამე არის უკვდავი არის სული და ჩვენ არ ვიცით ეს რამხელა სიხარული გველი ჩვენიკა ჩვენ წარმოდგენაც კი არ აგვაქვს ამიტომ ასე უნდა შევხედოთ ამას რომ ისინი ჩვენზე ცოცხლები არის იმიტომ რომ ღმერთთან არის ნახეთ აი წარმოიდგინეთ რომ მამა რომელსაც ეუბნებიან შენი შვილი დარჩეს შენთან რამდენიმე წელი მაგრამ უბედურად იცოცხლოს ან გაუშვი შორს და იქ სამუდამოდ ბედნიერი იქნება რომელი მამა აირჩევდა პირველს რა თქმა უნდა ყველა მეორე გზას აირჩევდა თუნდაც დროებით გაშორება მძიმე იყოს ასევე მოხდა კლეოპატრას ვაჟთანაც გარეგნულად თითქოს უდროოდ გარდაიცვალა მაგრამ სინამდვილეში საუკუნო ბედნიერებაში შევიდა და ვინ იცის სიბერემდე რომ ეცოცხლა იქნებოდა თუ არა იმავე სიხარულში ღმერთმა აცხონოს ჩვენი მიცვალებულები ჩვენი გარდაცვლილები აუცილებლად მეგობრებო ეხლა ჩვენ შობის მარხვაში ვიყოფებით და თქვა შეკვეთილი წირვას შეუკვეთოთ და მოიხსენიოთ მიცვალებულები და ვილოცოთ ასევე დილის ლოცვებში მოიხსენიოთ სახელები ჩავწეროთ და ესე იგი მოიხსენიოთ ჩვენი მიცვალებულები და ღმერთმა შეუნდოს ყველას ღმერთმა აპატიოს და შეიწყალოს ყველა ჩვენი გარდაცვლილი საყვარელი ადამიანები დიდი მადლობა რომ ისმენდით ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ მადლობა
you.